ქალაქის საკრებულომ და მერიამ გამოაცხადა კონკურსი. ჩემი ქალაქი. ჩვენ გადავწყვიტეთ მონაწილეობა მივიღოთ კონკურსში. პირველ რიგში გვინდა გავარკვიოთ, მაინც ვისია ეს ქალაქი, ვის უყვარს იგი, ვინ ზრუნავს მასზე. პირველი თბილისელი, ვინც ამ დილით შეხვდა, ეს იყო მეფე ვახტანგ გორგასალი. სწორედ ამ კაცმა დააარსა ჩვენი დედაქალაქი და ალბათ პირველ მერად უფლისწული დაჩი განაწესა. და უანდერძა, ყვარებოდა, მოევლო და დაეცვა იგი შინაურ და გარეშე მტერთაგან. ვართ დღევანდელი მოქალაქეები, ჩვენი წინაპრების ღირსეული მემკვიდრეები, ვისაც გვაქვს უფლება რომ ვთქვათ, თბილისი ჩემი ქალაქი. ზუსტად ვერავინ იტყვის, რომელი საათი იყო თბილისის დროით, როცა ამ დიდმა კაცმა ეს ქალაქი გაანთავისუფლა. მას მერე ამ ქალაქმა 1000-ნაირი დრო და ჟამი გამოიარა და ბევრი ცრემლი ნახა. ზოგი მწუხარების, ზოგის კი სიხარულის. ამ ქალაქმა ნახა 1000 დიდი მეფე და მხედართმთავარი, 1000 დიდი თაღლითი და მოღალატე. ბევრჯერ გამოცხადებულა ამ ქალაქში დღევანდელი სიტყვებით ვთქვათ, საყოველთაო მობილიზაცია და ყოველთვის ქართველები და ოსები, სომხები და ებრაელები ერთად გამოდიოდნენ ამ ქალაქის დასაწავად. უამრავჯერ შეომკიათ ეს ქალაქი თეთრი ან გარითმული ლექსებით. დაუხატავთ მისი ხედები, ზეთის ან აკვარელის საღებავებით. უამრავჯერ მიუძღვნიათ მისთვის სიმღერები და აუჟღერებიათ ზუზნა დუდუკი და გიტარა. და ყოველთვის რა დროც არ უნდა ყოფილიყო თბილისის დროით, საქართველო მიცოდა, რომ მისი გული სწორედ ამ ქალაქში ცემს. დაბინძურებული ქალაქი, განაგვიანებული სადარბაზოები და ლიფტები, გაჩეხილი ხეები, დანგრეული სახლები და უსახური შენობები. ყველაფერ ამაზე ჩვენი გადაცემა იწყებს რუბრიკას ჩემი ქალაქი. იმ ადამიანების ყურადსაღებად, რომლებიც ვერ აფასებენ სწორად, სურათს ნიშნავს დედაქალაქში ცხოვრება და არ იციან რა არის საჭირო იმისთვის, რომ გერცეს ქალაქები. თქვენ ამ წუთში დააგდეთ სიგარეტ თუ რაღაცის ქაღალდი დააგდეთ. ჩვენ ახლა ამ ადამიანის მიერ დაგდებულ ქაღალდს ავიღებთ და ვეცდებით ვიპოვოთ უახლოესი ურნა. ურნა მართლაც ძალიან ახლოს ვიპოვეთ, თუმცა იმ კაცს არც უფიქრია მისი ძებნა. როგორ უნდა მოხდეს იმის გამოსწორება, რომ ქალაქი დასუფთავდეს ერთხელ და ვისი ვალია? მთავრობის. რას ნიშნავს ეს? ნუ თუ ჩვენ არ გვევალება ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქუჩის, ჩვენი ეზოს, ჩვენი სადარბაზოს მოვლა. ნუ თუ მართლაც მთავრობის, მერიის ბრალია ჩვენი უკულტურობა. დღეიდან ჩვენი გადამღებით ჯგუფი კვლავ თბილისის ქუჩებში იმოძრავებს. ჩვენი კამერა ეცდება დააფიქსიროს თუ ჩვენ ქალაქში მაცხოვრებლებს როგორ გვიყვარს ჩვენი საკუთარი დედაქალაქი. მისი ბრალია ის, რაც ჩვენ სადარბაზოებში და ეზოებში ხდება. როგორ ვიქცევით ჩვენ საკუთარი დედაქალაქის ქუჩებში. ამ სახლის მოსახლეობა ალბათ უცდის მერიასა და მეეზოვებს, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ცოცხლის სახლში ვიდეთ. ვის აქვს უფლება, რომ ერქვას ქალაქელი და აი თბილისს ვინ უნდა მოუვარო? ჭეშმარიტმა თბილისელმა უნდა მოუვაროს თბილისს. ყველას არ აქვს უფლება, რომ ქალაქელი ერქვას. აი ვინც გულთან ახლოს მიიტანს ნებისმიერი მოქალაქის ივს, აი ის არის ქალაქელი და თავის უბანს უნდა მიხედოს, თავის ქუჩას უნდა მიხედოს, თავის სახლს უნდა მიხედოს, თავის სკოლას, თავის ბაღს უნდა მიხედოს და აი იმას შეიძლება მე თქვა, რომ ის ნამდვილად ჭეშმარიტი ქალაქელია. მოსახლეობის სატელეფონო ზარმა აღმაშენებლის 5 ნომერში მოგვიყვანა. მათი პრობლემაა ისტორიული სახლი, რომელიც მე-19 საუკუნეში ააგეს, ახლა კი 21 საუკუნის მიჯნაზე მაცხოვრებელი. ახალი ქართველი ქალბატონი მის დანგრევას ცდილობს. ქალაქის ცენტრში ზაარ-გრუპენის მოედანზე გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენებულ ისტორიულ სახლში 15 წლის წინ დედაშვილი მანანა ფსუტური და მაია დემეტრაშვილი საცხოვრებლად გადმოსულან. მათ 1 ოთახის მეტი არაფერი გააცნეს და მათ აღსრულმა ქალბატონებმა გაფართოება და შემდეგ მთელ სახლზე დაპატრონება მოინდომეს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველაფერ ამას ეს ქალბატონები კანონიერი გზით აკეთებდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებებით გათამამებულმა დედაშვილმა ესეც არ იკმარა და აივნის მიშენების მიზნით ისტორიული ძეგლი დაანგრია. ისტორიული ძეგლი შეწყვეტილი სულ.
უთხრა პირადი არც ეს არ არის საქმე საერთო თქვენი საქმეც არის ქალაქისაც საქმე ეს საუკუნოვანი ბარელიეფი ჩვენი გადაცემის ძალისხმევით აღადგინეს მაგრამ ასეთ რამეს ხომ ბევრი თბილისელი აკეთებს საკრებულოს ერთად ყველა ღონესხმარობს მერია რომ ის უსახური შენობები აბსოლუტურად ყველა დაინგრეს სოლიდური დაჯარიმება უნდა იყოს და არა ისე ერთჯერადი დაჯარიმება არის მაქსიმუმ 200 ლარის ოდენობით ესე იგი კაცმა შეიძლება უადგილო-ადგილას ააშენოს და შემდგომ 200 ლარი დააჯარიმება და ამით დამთავრდება ყველაფერი ეგრე არ იქნება უნდა იყოს ძალიან კაცრი შეფასებები და მოსახლეობამ და მერიამ და ქვეყნის ხელისუფლებამ თავისი გადამჭრელი სიტყვა უნდა თქვა სამემართებით. თუ ქალაქი უნდა დაემსგავსოს ქალაქს. თქვენ თუ ბაღაყების ყიყინის ხმა მოგერვათ, შეგიძლიათ ქალაქის ცენტრში აი ამ აუზეთ, მოხვიდეთ, ჩამოждეთ და მოისმინოთ. ეს რესპუბლიკის მოედანია, ქალაქის ცენტრი. ამ ვებერთელა ნაგებობის მესვეულს, რომელმაც ჭაობათ აქცია ეს აუზი, აქვს კი მორალური უფლება დედაქალაქის ცენტრში მდებარე შენობის ხელმძღვანელობის. აი ბატონო არჩილო, უფლება ვისა აქვს თქვას, რომ თბილისი ჩემი ქალაქია. უფლება ალბათ აქვს ყველა იმ ადამიანს, ვისაც უყვარს ეს ქალაქი ელემენტარულად. შეიძლება სულაც არ ცხოვრობდეს თბილისში და თქვას რომ ეს ჩემი ქალაქია. მაგრამ ჩვენ ერთი რამე გვაქვს ალბათ მთლიანად გასათვალისწინებული, რომ აი ამ გარკვეულმა წლებმა, გარკვეულმა პერიოდებმა იმდენად გამოფიტ ადამიანის სულიერი სამყარო და მისი სული, რომ ზერელე გახდა ყველაფრისადმი, აი ყველა ღირებულებისადმი. ამიტომ უკვე აღარ ვფრთხილდება, უკვე მისთვის სულ ერთი არის. აი ეს დაიკარგა ის გული, რომლითაც თბილისი გამორჩეული ქალაქი იყო. გამოსავალს თქვენ როგორც თბილისის მოქალაქე. ვერ ხედავ შულო, ვერსად ვერ ხედავ, ვერაფერში ვერ ხედავ გამოსავალს. უკვე აპათია მაქვს ყველაფერზე, ხელი მაქვს ჩაქნევა. აი რა უნდა გააკეთოს ადამიანმა იმისთვის რომ მას შეეძლოს თქვას რომ აი ჩემი ქალაქია ეს და მე ვცხოვრობ ამ ქალაქში აი ქალაქი თავისთავად პიროვნებების საზოგადოებისთვისაა შექმნილი და ადამიანებისთვისაა შექმნილი ანუ ქალაქში ამინც ქმნის ადამიანები მე ვთვლი რომ პირველ რიგში ადამიანები უნდა იყვნენ სრულფასოვნები ანუ ადამიანებში უნდა მოხდეს ფერისცვალება, შინაგანი ფერისცვალება და შემდეგ მათ ირგვლივ მოხდება ეს უკვე გარეგნული ფერისცვალება. საჭიროა რომ შინაგანი სიმშვიდე დამყარდეს, ადამიანმა იგრძნოს რომ ქალაქისთვის რაღაცას აკეთებს, ადამიანმა იგრძნოს რომ ის მარტო არ არის, რომ მას არ შეუძლია ბუნების გარეშე ყოფნა, რომ მას არ შეუძლია მეორე ადამიანის გარეშე ყოფნა. გათვითოკაცებული არც ერთი ადამიანი არ ვარ. ადამიანი შექმნის 64-ს მაშინ, როცა ამ 64-ს ის თავის შიგნით შექმნის. ანუ გარეთ გაიტანს იმას, რაც შიგნით აქვს. ვერ განასხვავებს ამას. ანუ რაც არის პიროვნება, იმას გააკეთებს, არა? რომელი ხეც არის, იმ ნაყოფს იღებს ხოლმე. ყოველი ადამიანი თუ შიგნით არ შექმნის ამ თავის 64-ს, გარეთ რაც არ უნდა აკეთოს, ვერ გააკეთებს, ვერ შექმნის, იმიტომ რომ ამისთვის მოწოდებული არის, ამისთვის ამის გამკეთებელი არ იქნება. ამის ძალა მას არ ეყოლა. მანქანების გადატვირთული ხმაურიანი ქალაქი. უამრავი ფეხით მოსიარულე. ამ ჩვენი არც თუ ისე მშვიდი რეალობისაგან გადაყლილი ადამიანი სიმშვიდეს ქალაქის ცენტრში, ქიაჩელის ქუჩაზე მდებარე პატარა ბაღში ჰპოვებს. ისევე როგორც ყველაფერს ამ ბაღსაც თავის ისტორია აქვს და თანაც მეტად უჩვეულო. გოგი ბერიშვილი ეს ის პიროვნებაა, რომელმაც სითბოს მოკლებულ ქალაქს ერთი მშვენიერი ადგილი აჩუქა. უკვე თითქმის 25 წელია მუშაობ. მაგას ხვიძენათ. სახში რაც ასწირდებოდა, აი ესე გაისო ეს ბაღი აქედან ბოლომდე, აი ამ ნაგვით მენელა თითქმის 20 წელზე მეტი, 65 წლამდე. აი რო შემეძლოს და რომ კონდეს საშუალება თუ დამეხმარენ ამას. ეს არის რა, რომ აი ამ ბაღის ტერიტორიაზე ბავშვებისთვის რაღაც ესთეტიკური აღზრდის ცენტრი დაარსეს. და ბავშვებმა შეძლო ყვავილებთან ესე იგი ყვავილების მოსწავლა, როგორ უნდა ყვავილების მოვლა, ყვავილებს დაეცნო სხვადასხვა მცენარეებს,
უცხოურ ენაზე შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს. ხატვა ისწავლიან. მოისმენენ მუსიკალურ ნაწარმოებებს. მე უსურვებ ჩემ თავს რომ მოესწრო იმას რომ თბილისში ყველა აივანზე თითო ფოთანი მაინც იდგას ყვავილი. და სადაც კი შეაღებ ეს დროს პატარა კუთხე მაინც იყოს მორთული ლამაზად. საზოგადოების წევრობა არის პასუხისმგებლობა. მოქალაქეობაა პასუხისმგებლობა და მით უმეტეს ისეთი ქალაქის მოქალაქეობა როგორც თბილისია. და ვის შეიძლება ეწოდოს თბილისის მოქალაქე, ხომ ამ ასეთ კითხვა დამეშვა. ალბათ აქ რამდენიმე ეტაპი იქნება გამოსაყოფი. შეიძლება კაცს ვერაფერი ვერ გააკეთო. გინდოდეს სული დაგვირდა ვერ გააკეთო. მაგრამ არ უნდა გააფუჭო. არ უნდა ავნო, არ უნდა დააზიანო. ეს პირველი ეტაპია იმისათვის, რომ შენ რაღაც მოქალაქეობა გეწოდოს თბილისის. რუსთაველის პროსპექტზე ჟვანიების ეს ატელიე უძველესია თბილისში. იგი 1912 წელს ქართველ ფოტოხელოვანს ევტიხი ჟვანიას გაუხსნია. ეს არ არის უბრალოდ ფოტოატელიე, ეს გახლავთ მუზეუმი, სადაც თავმოყრილია ფოტოები იმ ადამიანებისა, რომლებიც მე-20 საუკუნეს ქმნიდნენ. გარეგან დაბეჭდა ახლა. ამას მეგობარი კაცი იყო, შეიძლება მოდიოდა ამასთან. ეს სტანისლავსკი ლეჭავჭავას დექთა. ეს ირაკლი აბაშიძე. რომელიც ჩამოიტანა ცოტა როსტეველის მუზეუმის სურათი. ეს ლეჭავჭავაზე ეს კალისტრატე ცინცაძე. შეიძლება მოდიოდა ამასთან. ეს პირველი რექტორი მელიქიშვილი. და ეხლა მე-16 რექტორია ვენჯიშვილი. ისიც გადაგებული. მამა გადაგებული. ფოტოთინი გამსახურდა დედადედის სურათი რომელიც კაბინეტში გადაგებული. ალადაშვილი. გამრეკელი. მოგერადი. სარაჯიშვილი. უსიაშვილი მოგერადი. ეთონ არ ვიცი რატო ხდება სამარმა. არ მაინტერესებდა არსად. დაჯილდოვებული ვიყავ იაპონიაში. საგზური. 50 წელს გავხდები გაზარდავი. ძმაცხოვროს ბულგარეთში გასაგები. არა. თბილისი. ნუ როგორ ვიტყვი? თბილია, თბილი. არა მგონია რომ მაგაზე უკეთესად სამი რამეს ნახავ ამ წავალ და არავის ხალხი. ჩემი ცხოვრება გავატარე მე თბილისში. და უბრალოდ რო გითხრათ, აგერ მოპედაპირდა ხარ თბილის რესტორანში. სულ აუცილებლად ყველას მოთხოვს და თვითონაც უნდა ხელი შეუწყოს და გაიხი. მაშინ იქნება ერთად ყოველთვის დაგურებით და თვით კლient ეს წაიღოს ასე რომ ხიმი ყველას თუ რაღაცის გაკეთება შეძლებ ოდნა პატარა რაღაც გაკეთებას ეს კიდევ წინწადმული ნაბიჯი არის მოქალაქეებისათვის და თუ მართლა რამე ღირებული შექმენი და მიმოღვაწე და დაუტოვე საომავლობას აი ეს უკვე ის საფეხურია როდესაც შენ თბილისის მოქალაქე თვითონ უკვე თბილისის საპატიო ღირსეულ მოქალაქე თვითონ და ეს მაგალითი ხდება ხოლმე მომავალი თაობები. ქერქოს თბილისელი არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ ცხოვრობდა თბილისში. თბილისელობა პირველ რიგში საკუთარ ქალაქსა და მის იერსახეზე ზრუნვაა. სწორედ ამ ტრადიციას აგრძელებენ ადამიანები, რომლებმაც სრულიად უანგარო დაღადგინეს ამ შენობის ფასადი. რატომღაც თბილისელებმა არასწორად გავიგეს. პაკეტებს და ვალამაზებს მხოლოდ იმას, რასაც უშუალოდ ჩვენი გვია. და გვავიწყდება ის, რომ თბილისი ჩვენი ქალაქი და უპირველესი საზრუნავია. ამიტომ ვფიქრობთ, ამ ადამიანების კეთილინება არის მაგალითი ყოველი ჩვენთაგანისათვის. უბრალოდ აკეთებენ მაღაზიას და გადაწყვეტეს, რომ თბილისს რაღაცნაირად პატარა სილამაზე შემატონ. აღადგინეს ეს სახლი ძველებური ხედი მიცეს და უანგაროდ და ჩვენც მოხარულები ვართ, რომ რაღაცნაირად გამოვჩნდით ქალაქში. ვერა შეეწყო ვერელობა ხატა. თბილისში დადიოდა ასეთი და ასეთი კაცი. შეიძლება ვერაფერი ვერ გააკეთა, მაგრამ სალამი არ დაუგვიანებია. სული არ გაუკეთებია.
სიმღერა შეუთხზავს და ლეგენდა დარჩენილა. არის ადამიანი, რომელზეც იტყვია, რომ აი მის მარჯვენას გაუმარჯოს, რომ როგორ შეინახა ესა თუ ის შენობა, როგორ მოუარა, როგორ განაახლა, როგორ სათუთად ეპყრობოდა თითოეულ ორნამენტს და იმის სახელს და გვარს მოიხსენიებენ და უცილობლად ეს მუხტია, რომელსაც ახალგაზრდა თაობას გადაეცემა, რომელიც ახალგაზრდა თაობას გადაეცემა. მაგრამ არიან ადამიანები, რომელზეც იტყვია, რომ აი ამ კაცის მერე ცოტა მწუხრი დარჩება. მისი ნებსი თუ უნებლიე ჩადენილი არასწორი ნაბიჯის გამო. ესეც ახსოვს თბილისი თავისებური ქალაქია და იმასაც უცილობლად მოიგონეს, მაგრამ მიუტევებს, იცით? და თბილისელობა მიტევების ძალიან დიდი ნიჭია და იტყვის, რომ აი იმას რო ეს დანაშაული არ მოსხდა, ამისათვის ეს წინაპირობა იყო საჭირო და სადღაც გამართლებასაც მოუძებნის. თბილისს ძალიან დიდი გული აქვს. საუბედუროთ, გარეშე მტერი არასოდეს გამოლევია თბილისს. დღეს კი ერთადერთი მტერი ჩვენი სახით დარჩა ჩვენსავე დედაქალაქს. ამ ტაძარს ანჩისხატი მას შემდეგ ეწოდა, რაც 1664 წელს ბექაო პიზარის მიერ მე-12 საუკუნეში მოჭედილი და ბიზანტიის იმპერიის თურქეთისაგან დარბევის შემდეგ ანჩის საკათედრო ტაძრი და საქართველოში გამოხიზნული უფლის ხელთუქმნელი ხატი დააბრძანეს. თავად ტაძარი მე-6 საუკუნეშია აშენებული და მაშინ ის ღვთისმშობლის სახელს ატარებდა. ბარათაშვილებისა და ორბელიანთა უბანში მდებარე ტაძარი ოდითგანვე წარჩინებულ ქართველთა თავშესაყარ ადგილს წარმოადგენდა. ასე რომ ეს უძველესი სალოცავი საკათედრო საკათალიკოსო ტაძრად ითვლებოდა. ეს ტერიტორია ასევე საეპისკოპოსო სახლსა და ტაძრის რექტორატის შენობას მოიცავდა. აქ იზრდებოდნენ ქართველი უფლისწულები. არაბთა ბატონობის პერიოდში ანჩისხატი ერთადერთი ტაძარი იყო საქართველოში, სადაც ღვთისმსახურს ძარების დარეკვის უფლება ეძლეოდათ. კომუნისტური წყობის დროს კი ტაძარმა ფუნქციონირება შეწყვიტა. ამ ტერიტორიაზე არსებული შენობები სხვადასხვა საერო დანიშნულებებისთვის გამოიყენებოდა. ჩამოგვაწესეს და გადააკეთეს ძეგლთა დაცვის საზოგადოებას. შემდეგ მოხდა ის ამბავი, რომ გაუქმდა ეს ძეგლთა დაცვის საზოგადოება და გადააკეთეს ძეგლთა დაცვის ფონდად. და აი ამ ფონდის განვიხში შეიყვანეს ფრიად აღმაშფოთებელი ის, რომ ვინც დარჩებოდა აქ, თურმე იმას შეძლოთ მისი განკარგება, განყიდვა, დაჩირება და ყველას. ეხლა ჩვენ პრობლემა გვაქვს, რომ დავიბრუნოთ ეს ტაძარი, მაგრამ ვეძავებია. როდესაც ქვეყანაში ათეიზმი მიმდინარეობდა და ხალხი ეკლესიაშიც ვერ დადიოდა, ტაძრების შენარჩუნებისა და დაცვის მიზნით ისინი ისტორიულ-კულტურულ ძეგლთა სიაში გადავიდა. დღეს ყველაფერი შეიცვალა. ამ ეკლესიაში წირველოცაც ტარდება და სადღესასწაულო ძარებსაც რეგენ. და ბუნებრივია სამღვდელოებისა და მრევლის სურვილი დაუბრუნდეს ამ ტერიტორიაზე არსებულ შენობებს პირვანდელი ფუნქცია, რომელიც სასულიერო სასწავლებელს მოიცავდა და რომელშიც ახლა ძეგლთა დაცვის საზოგადოებაა მოთავსებული. საკითხი იმდენად სადავო გახდა, რომ დღეს ამ საქმეს სასამართლო იხილავს. სიმართლეს ვერასდროს ვერ დაამარცხებენ. შეიძლება მორალურად, არა, მორალურად დაგვაზარალო, მაგრამ ჭეშმარიტება ეს არის ტაძრის ფილმი, ტაძრის. ამ პატარა ტაძრის ისტორია ხვრეთით აღდგენის სასწაულებრივი მაგალითია. ანტიქრისტე ბოლშევიკებმა იგი ჯერ პროზექტურად, შემდეგ კი სამედიცინო ნავსაყუდელად აქციეს. ახალგაზრდა მღვდელმსახურებმა უთმინდესის და უნიტარესის ლოცვა კურთხევით თავიანთი სახსრებით აღადგინეს ეს ტაძარი. როცა კაცს აქვს კეთილი განზრახო, ღმერთის ეხმარება მას და მართლა მოხდა სასწაული და აღდგა. ეს ტაძარი უბრალოდ კეთილი ადამიანების ძალისხმევით და რასაკვირველია მისი უთმინდესობის ლოცვა კურთხევით. მე უკვე მოვედი, ასე ვთქვათ, აღდგენილ ტაძარში. შემდგომ მოხდა ამ ტაძრის გამშვენება. და თავისთავად ტაძარი აღადგინეს ჩემს გარეშე. მაგრამ რაც მოხდა ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ ადგილას ამ უბანში ხომ ერთი ტაძარია, მხოლოდ და მხოლოდ ეს მეორეა. და ხალხს ძალიან გაუხარდა და ყველას უხარი აქვს. შემდეგ შევეცადეთ არა მარტო ის, რომ ადამიანი მისულიყო და უბრალოდ ეკლესიაში თქვათ, თაყვანიეცა ღმერთისთვის, არამედ უბრალოდ ბუნებით დამდგარიყო, ვინაიდან მოკლებულია ამ საერთოდ თბილისი ლამაზ ბუნებრივ პირობებს, ლამაზ გარემოს, ასე ვთქვათ, არქიტექტურის თვალსაზრისით არ ვიძახი, ბაღის, უბრალოდ ბაღი მოგვეწყო ისეთი ბაღი, რომ ადამიანი მოსულიყო და ესვენა. და
რაღაცნაირად სულიერი სიმშვიდო მიიღო. არა მარტო ეკლესიაში, არამედ ეზოში, ამას ხაზს უსვამს, იმიტომ რომ ეზო არის წინაპირობა, როგორც შეხვალ ეზოში, იმიტომ აშენებდნენ ჩვენი წინაპრები ლამაზ ადგილას, ტაძრებს, რომ ეს განწყობა ქონოდა სიმშვიდის, სილამაზის, სიხარულის, მომავალი სილამაზის და სიხარულის. ანუ ღმერთი რასაც აკეთებს, აკეთებს ლამაზად. და ჩვენ შევეცადეთ მიგვევაძა ღვთისთვის და რაღაც ლამაზად გაგვემშვენებია ეს ბაღი, მოსულიყვნენ და დაესვენეთ აქ ცხოვრებლებს. მაშინ, როდესაც თამარის მეფობის პერიოდში ეს ეკლესია ააშენეს, ვერავინ იფიქრებდა, რომ მას დღევანდელი თბილისელები მისასვლელ გზასაც არ დაუტოვებდნენ. საკათედრო ტაძრის ზარი ვის უხმობს? საკათედროს საერთოდ ტაძრის ზარი უხმობს მრევლს. მაგრამ თქვენ თუ დააკვირდებით ამ სამრეკლოს ზარების ერთობლიობას და იმ რიტმს, რომელიც აწყობილი არის ღვთის საგალობელ ტროპარზე, ეს არა მხოლოდ მლოცველის მოხმობა არის სალოცავად. ეს მოვიწყოდი შეძახილი არის უფრო ქართველი კაცისა, ან ქართველი კაცისადმი, რომ ჩვენ გადავრჩებით. მე მაგალითად უფრო ასეთი შთაბეჭდილებამდე არის შეძახილი, ჩვენ კიდევ ვართ, რომ ჩვენ ვიქნებით. არ იკითხო ვის უხმობს ზარი, ეს ზარი გიხმობს შენ. აქ ხომ თოთლები ძმაღერია, რაცა ფირუზე ლურჯი ბერია. Let's have a